ორა კარგი ფერმები გამოდის. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და არხიკებაში რასონსამი და დღეს თქვენ როგორც პრინციპში უკვე დაინახეთ, მე ისე ვმუშაობ ჩემფიონების სამუშაოზე. მოკეთ მე ახლა ვაკეთებ ჩემს ფერმებს, ის ფერმა მე უკვე პრინციპში გავაკეთე კადრის უკან და ახლა მე ვაკეთებ ამ ფერმას დღეს, პრინციპში ძნელი დღეც არ არის, იმიტომ მე ვაკეთებელი ყველა ფერმა, так თუ შეიძლება ქათამ გაიწიენ, ნუ მიშლი. ეს ფერმაც დამთავრებულია და წავიდეთ უკვე ყველაზე მთავარ ფერმებთან ჩვენს სოფელში. შეგეთ მეგობრებო, ყველაფერი გაიზარდა, კარტოფილიც, სტაფილოც, თესლებიც, ჭარხალიც, მოგეთ ყველაფერი გაიზარდა, ყველაფერი კარგად იზრდება ჩვენს სოფელში ამ გაზაფხულს. საბა გამარჯობა, როგორ ხარ ისა? მე მინდოდა შენთან ერთი კითხვა დამისვა. შეტენკო გამარჯობა, კი მოგისმენ აუცილებლად, აბა რისი თქმა გინდოდა, აბა მითხარი? საბა შეიძლება მათხოვოთ 13 ისუმრუდი? 13 ისუმრუდი და თუ საიდუმლო არ არის და რისთვის გინდა? არაფერი ისეთი, უბრალოდ მე მინდა მეზობელ სოფელში წავიდე და მე ტაქსისტვის მაკლეს 13 ისუმრუდი. კაი, მაშინ აუცილებლად ახლავე მოგიტან ტაქს. ნუ პრინციპში კაი. ახლავე ფერმებს დავამთავრებ და შეძენკო აუცილებლად მოგიტან ტაკ. ასე, იომო, დამპალი კარტოფილიც კი. მივარდა პირველ ტაქს. ახლავე შეძენკო მოგიტან. მოგეთ მეგობრებო, თქვენ როგორც უკვე გაიგეთ, აქ შეძენკო მთხოვა ისუმრდები. ნუ მე რასაკვირველია უარსი არ ვარ. ახლავე მივუტან ტაქს გავაღოთ კარი. ტაქს და იომო მეგობრებო, დამავიწყდა მე ხომ მთლიანი ისუმრუდები დავხარჯე და ხელფასი მხოლოდ ხვალ დილას უნდა მივიღო. ცოტა სიმართლე გითხრათ მრცხვენია, ნუ არა უშავს პრინციპში, კაი, აბუხსნათ, თუ რამე ახვალ მივცემ, ოკეი. თუ რამე ახვალ მივცემ, ჩემი აით არავით არის პრობლემა არ არის. უბრალოდ მართლა დამავიწყე რომ მე ყველაფერი დავხარჯე და ხვალ მაქვს ზუსტად ხელფასი. ტაქს შეძენიკო ისე დიდ ბოდიშს გიხდი, მე უბრალოდ დამიმთავრდა ისუმრუდები და ხვალ მოკეთ მე მაქვს ხელფასი და ხვალ თუ რამეა მოგცემ აუცილებლად. კაი, რა საბა შენ რა? გეცოდება ისუმრუდები? რა შეშოსო მეცოდება ისუმრუდები, ხო აგიხსენი ისა დიდ ბოდიშს გიხდი, უბრალოდ მე მართლა დავხარჯე ყველა ისუმრუდები რაც კი მქონდა და ხვალ მერი მე მომცემს ხელფას და თუ რამეა მე აუცილებლად მოგცემ 13 ისუმრუდს. გასაგებია საბა, არც კი ვიცოდი რომ შენ ასეთი ხარბი ადამიანი ყოფილხარ, ასეთი უხეში ადამიანი არც კი გამიგია. ტაქს, შეძენკო იცი რა, უფრო კარგი ახლა წადი, მე გითხარი უკვე ყველაფერი, მე სუფთა სიმართლე გითხარი რომ ხვალ მიქნება ისურდები და მოგცემდი, მაგრამ იმის გამო რომ ახლა შენ ასე მელაპარაკები, შენ ერთი სუნუცას ჩემგან არ მიიღებ, გასაგებია? კაი, საბა, გასაგებია, შენ კიდე დაინანებ ამ დამთქვამის გამო. და წადი მიდი შენს გზას გავუყევი, გასაგებია და კიდევ ვნახოთ, აბა ვინ დაინანებს და ვინ არა, გასაგებია? იომო, მეგობრებო, ასეთი უხეში ადამიანი არც კი გამიგია. აი წარმოიგეთ, აი თქვენ, აი მე გადავიღე, ხო, აი მე გადავიღე ვიდეოზე რომ მე არ მაქვს ისუმრუდები. ხვალ უნდა მომცეს მერმა ხელფასი ზუსტად და ხვალ მივცემდი. და კიდე შეხა წარმოიდგენიათ, მაკადრა აქ უხეში და ხარბი ადამიანი წარმოიდგენიათ. გასაგებია და კიდე მithხოვ დაინანებ ამის გამო. თვითონ არ დაინანოს მერთხე. ღმერთაშვილო, არიან მეგობრებო ჩვენ სოფელში ასეთები, ვინც ასეთი დებილები, ვინც არ იციან რა შეშოს ეს ადამიანს. არ შეუძლია ჯოჯოვით არ მოგცეს ისუმრუდები. და მე ხო არ ვუთხარი უარი, მე ვუთხარი რომ ხვალ მოგცემ. კაი, მოით უფრო კარგი არ მივაქცევთ ახლა ყურადღებას, მე უბრალოდ ახლა წავალ და ვისვენებ. დღეს კომპიუტერთან არ ვიცი ვიშდები და ხვალ უკვე მივიღებ ხელფას და იმ შეძენიკს არც ერთი ისუმრუდს არ მივცემ, იმის შემდეგ რაც მაკადრა. მოით უკვე ჩავსვათ და всё, წავალ ახლა და ვისვენებ და კამერას ჩართო უკვე ხვალ დილას, ესეც უკვე მივიღებ ისუმრუდებს. იომო, დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგეთ უკვე გავიღვიძე ტაქსტოპ, რომელი საათია უკვე ტაქს კომპიუტერზე ვნახოთ და უკვე დილის 9 საათია და ეს ნიშნავს უკვე რომ ხელფასების დროა. დღეს მოგეთ მეგობრებო, პრინციპში როგორც გუშინ გააგიხსენეთ, დღეს უნდა მივიღო ხელფასი. აქ ცხოვრობს დებილი. ტაქსტოპ, ვერ გავიგე.
არა, აქ დებილი, აქ არავითარი დებილი არ ცხოვრობს, აქ ცხოვრობს საბა. რა შეიძლება აქ ცხოვრობს დებილი? ნუ კაი, შესაძლებელია, კაი, მგონი გავიგე, მგონი ისევ ეს ხუმარები მოვიდნენ ჩვენ სოფელში და ისევ ხუმრობენ ჩემგან. ტაქს, ოკეი, ეს მე საერთოდ არც კი მეხება, ჩემთვის თავარია, მივიღო უკვე ხელფასი. მე რო გამარჯობა, შეიძლება რომ მოვიდე შენთან. დღეს ხო გახსოვს ხელფასების დღეა. საბა სივარაუდოდ გითხრა, ვერც კი წარმოვიდგინდი, რომ შენ ასეთი ადამიანი ყოფილხარ. მე მეგონა შენ ხარ კარგი და კეთილი ადამიანი, რომელიც სულ ეხმარება სოფელს და გაჭირვებულ ადამიანებს. და შენ კიდე ასეთი ადამიანი აღმოჩნდი. მე რო შენ ახლა მე მეუბნები და ვერ გავიგე და რატო მეუბნები ამას? შენ კიდე დაგავიწყდა მგონი, ხო? ნუ კაი, გაგახსენებ. მოკლედ დღეს ღამე, შუა ღამე, ჩემთან შემოვიდა ჟიწილიკი სუცრებლებში. მითხრა მთელი სიტუაცია, რომ შენ გთხოვა ისურვდები და შენ კიდე გარდა იმისა, რომ არ მიეცი ისურვდები და კიდე გალანძღე. აგრეთვე კიდე შენ კარი ხელი და გადააგდე გუბეში. სტოპ. რა? რა შევს მე? სტოპ. მე ისა მაინტერესებს და ექსიტენიკი ისა იასამისფერ ქურთუკით ხომ არ იყო? კი, იასამისფერი ქურთუკით იყო. კარგია რომ შენ გაიხსენე. საბა არც კი ვიცოდი, სიორცო გითხრა, ასეთი უხეში ადამიანი ყოფილხარ. და მე რო ახლავე აგიხსნი ყველაფერს. შეხედე, ჩემთან ანუ მე ფერმებზე მუშაობდი, მოვიდა ეს ჟიტელნიკი ჩემთან, თხოვა ისუმრუდები. მე რას გქრულია წავედი, რომ მენახა იგი ისუმრუდები. მე წავედი, სახლში არაფერი არ მქონდა, იტო დღეს არის ზუსტად ხელფასების დღე. და მოკლედ მე ჟიტენიკს ვუთხარი, ავუხსენი ყველა მთელი სიტუაცია, რომ მე ჯერჯერობით არ მაქვს და მივიღებ ხვალ ხელფასს და ხვალ მოგცე მან 13 ისუმრუდს. და მან კიდე დამიწყო რომ შენ ხარო ხარბი ადამიანი, უხეში შენ კიდე დაინანებ იმაზე რაც გააკეთეო. და გონი ახლა თქვენ ყველას გატყუებთ და თქვენ მისის ჯერათ სერიოზულად? საბა არაფრის ახსნა აღარ მიდა, всё, წადი აქედან. არაფერსაც არ მოგცემ. და მე გასაგებია. აი წარმოიდგეთ მეგობრებო, აი რა სიტუაცია უბრალოდ. გითხრათ მეგობრო, მე ახლა უნდა დაველაპარაკო იმ ჟიტენიკს, რომ საერთოდ გავიგო რატომ და რის გამო. და ვერ გავიგე რა ხდება. ჟიტენიკებო, სტოპ. ამიხსენით რა გავუკეთეთ ახლა ჩემს სახლს? ეს რა ჯანდაბაა? ფუ, წადი. საბა ვერ გიდათ, გაეთრიე ჩვენი სოფლიდან. სერიოზულად, ჟიტენიკებო, უბრალოდ მომისმინეთ. მე შემიძლია ყველაფერი უბრალოდ აგიხსნათ. შეხედეთ, მოდით მე ახლა შევალ ჩემს სახლში, გამოვიტან ტელეფონს, მაგ ტელეფონიდან უბრალოდ შეხედეთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კამერები ჩვენი სოფლიდან, ჩვენი სოფლის კამერებიდან შეგიძლიათ ადვილად ნახოთ თუ რა როგორ მოხდა. აჰა, როგორ ნახოთ, რომ შენ გადააგდე ის საწყალი ჟიტელიკი გუბეში? ბევრი საქმე არ გვაქვს, მოკლედ გაეთრი აქედან. შენ სახლში ვეღარასდროს ვეღარ გახვალ. გასაგებია, 2 წუთი გაქვს დრო, რომ გაეთრია ჩვენ სოფლიდან. თორე ისე ჩვენ თვითონ გაგაგდებთ შენ სოფლიდან და თუ რამეა ის უფრო მტკივნეული იქნება, მაგიტომ უფრო კარგია შენ თვითონ გადი ჩვენი სოფლიდან. გასაგებია. ოკეი, გასაგებია. რა დაწერე აქ უხარში ადამიანი, სიბოროტის სამსახველი გაეთრია ჩვენი სოფლიდან. გასაგებია და ეს იმის შემდეგ, რამდენსაც მე ბრძოლობდი ჩვენი სოფლისათვის, რამდენჯერ მე უბრალოდ ვარჩენდი ჩვენ სოფელს. გაიხსენეთ ის მშენებლები, ყველა გაიხსენეთ უბრალოდ. მე გადავარჩინე ეს სოფელი. გასაგებია. ჩემს გარეშე ერთ დღესაც კი ვერ გაძლიერებთ. გასაგებია. გაგიშება მეგობრებო, ახლა რა ვქნა? უბრალოდ აი ახლა როგორ დავამტკიცო რომ მე ყველაფერი საერთოდ რომ ის ჟიტენიკი ტყუის, საერთოდ როგორ დავამტკიცო ეს. მოდით ერთ უცაბა დაველაპარაკები იმ ჟიტენიკს. ერთი ძალიან მინდა გავიგო რა მოხდა ერთი. так, საერთოდ ამ სახლში ცხოვრობს. ზუსტად სახლშია. так, მიდი, так. ჟიტენიკო, გააღეთ შეიძლება. მიდი.
კახე ფუ так შიძენკო არსად არ წახვალ ერთუց მაინტერესებს ერთი და რა გააკეთე ახლა რა სახიობობა გააკეთე ისეთი რომ თელს სოფელს ჯერა რომ მე შენ ჩაგაგდე გუბეში გაგლანწრე და შენ კიდე ასეთი ნათელი ანგელოზი ხარ კი საბა და უფრო კარგია ჩემთან ახლოს არ მოხვიდე 2 მეტრის დისტანციაზე თორე მე ახლა ისევ დავოძახებ შიწელიკებს და შენ გაგაბუძელებენ ამ სოფლიდან ძალიან მტკივნეულად და მეც მაგათთან ერთად ხო გითხარი რომ ინანიებ იმის გამო რომ არ მომეცი ეგ ისურვები უბრალოდ ვიცი რომ შენ გქონდა ისურვები უბრალოდ შეგეცოდა ისურვების მოცემა ჩემთვის და შენ გამო მე ვერ წავედი ბეზობელ სოფელში და იქ მე მქონდა საქმეები მაგიტომ უფრო კარგია გადი ახლა ჩემს სახლიდან და მოაგვარე შენი პრობლემა შენ თვითონ და უფრო მე გირჩევ რომ გახვიდე ამ სოფლიდან ჯანდაბაში გასაგებია შეცე აი ნახავ უბრალოდ რასაც გავაკეთებ კაი ოკეი გასაგებია მოკეთ მეგრო მე ახლა მაგ ერთი გეკმა მოკეთ მე ახლა თან ტელეფონი არ მაქვს ტელეფონი არის ჩემს სახლში მაგრამ იქ არის ეს რამოდენიმე შიწელიკი იქ დგას და უკანა მხარეს მგონი არც კი არავინ გაგიშავ შეხედეთ მეგრო შუშაც კი შეხედეთ ფანჯრებიც კი ჩაკეტეს ჰა თაქს მოიცეს მეგრო აქ შემიზი ახლა გავიდე და ჩუმად так გონი ვერ გაიგეს так თქვა მე უბრალოდ მჭირდება ჩემი ტელეფონი მე კიდე ნატურას так სად არის ტელეფონი და აი მეგრო აი ტელეფონი так ახლა დროზე უნდა წავიდე ახლა ეკლესიაში თქვენ გონი მოკეთ შემეკითხებით და რისთვის ეკლესიაში ყველაფერს ხლავ აგიხსნით так ტელეფონი დროზე უნდა так так აჰა მე უბრალოდ მეგრო მინდა კამერები так სოფლის კამერები გადმოვიტანო ჩემს ტელეფონში так აჰა так საკაც თავარი კომპიუტერი აჰა всё მეგრო მზად არის ყველაფერი მაქვს ვიდეოც მაქვს ყველაფერი მაქვს თუ რაც მოხდა იმ დროს ზუსტად იმ ფერმებთან так დროზე შიწენიკებო ერთს თუ შეიძლება არ ჩამარტყათ არ გამაგდოთ ერთი რა მინდა გაჩვენოთ ჰა საბა შენ კიდე არ წახვედი ანუ მოდი აქ აი მოიცეს შიწენიკებო ჯერ მოიცეს სანამ მე რაღაც დამაბრალებთ ერთს ნახეთ ეს ვიდეო უბრალოდ ნახეთ так საბა რა არის აქ და გაგიშება так ერთს შიწენიკებო ერთს შეიძლება ყველა так სტოპეთ თუ შეიძლება საბას არაფერი არ უკნათ გონი იმ შიწენიკო ჩვენ მოგვატყვა რა საკურველია მოგატყვა შიწენიკო так სტოპეთ ავიღებ ჩემს ტელეფონს რა საკურველია მოგატყვა სერიოზულად აი შიწენიკო ვერც კი წარმოვიდგენთ ამდენი ხანია მე თქვენთან ერთად ცხოვრობ და ამდენი ხანია თქვენ ყველას უჯერებთ სიტყვიერად და ჩემი არასდროს არ გჯერათ აი გაგიჟება უბრალოდ აი წარმოგიგეთ აი რისთვის წარმოგიგეთ მე სულ ვიცავ სოფელს სულ ვეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს ჩვენ სოფელში და თქვენი აზრით მე რა როდესმე ვიღაცას უარი უთხარი უბრალოდ ძალიან ადვილია თქვენ უკვე დაინახეთ ყველაფერი იმ ტელეფონში მე არ მქონდა მაგ დროს ფული, იმიტომ რომ ხელფასი ახლა მექნებოდა. ოი, ღმერთო, ჩემო რა მოხდა ახლა? ღმერთო, რამდენი ხანია უკვე ამ სოფელში ცხოვრობ და სიმართლე გითხრა, არც კი მიკურს ასეთი რაღაცეები. так, ახლა მე უფრო კარგია გირჩევთ შიწენკობრო დროზე ეს ჩემი სახლი განთავისუფლოთ აი ამ ბარიერებისაგან ძალიან გთხოვთ. ღმერთო, მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, არც კი მიკურს შიწენიკებისაგან. და მე კიდე ახლა წავალ ერთი იმ შიწენიკს ახლა დაველაპარაკები. გონი მაგასთან ახლა იქნება სერიოზული ლაპარაკი პოლიციასთან, რადგან მე ახლა დავურეკავ პოლიციას. მადლობა დიდი მისყვა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდეთ, მე ახლა წავედი. ნახვამდის.